კითხველი უნდა მოკვდეს, ასე ქვია ჯაბაზარქუას ახალ წიგნს, რომელიც გამომცემელმა, კერძოდ კი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს მიაკუთვნა. ასეთ განსაზღვრებას თავად ავტორიც სრულიად იზიარებს და ჩემთან საუბარშიც სწორედ ამ ჟანრს შევეხეთ და ბავშვობის იმ მოგონებებს, რომლებიც ფანტასტიკის ჟანრის წიგნებთანაა დაკავშირებული. Რო თქვა რომ რაღაცა მართლა ბავშვობიდან სამეცნიერო ფანტასტიკას ვკითხულობდი გამორჩეულად და მაინც ეს ჟანრი მქონდა აჩვენებული, არა, ეს დაიწყო უფრო ცოტა მოზრდილ ასაკში. ბავშვობაში პრინციპში ყველა სამეცნიერო ფანტასტიკით ვიწყებთ ვერნით და ამბავით, მაგრამ მე რაღაც დიდად უფრო არც მე არ მიმაჩნდა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდი, რომელსაც არ მიაჩნდა ეს სერიოზულ ლიტერატურად. და მე უკვე ბოლოს როცა წერა დავიწყე და წერა ხა ბავშვობიდან არ დამიწყე 18-19 წლის ასაკში დაახლოებით მაშინ დავიწყე და ასე ნელ-ნელა დავაკვირდი ჩემ ნაწერს, მივხვდი რომ რაღაც უფრო ფანტაზიისკენ, გამონაგონისკენ, რაღაცა სიუჟეტების უფრო მეტად ჩახლართვისკენ ამაში ვიჭერდი სიამოვნებას და კაიფს, ასე ვთქვათ და ასე ნელ-ნელა გადავწყვიტე რომ მოდი იქნებ ვცადოთ, მაგრამ ასე ამოჩენებული არ მაქვს რომ აი მე სამეცნიერო ფანტასტიკას დავწერ მარტო და მეც არაფერს არ დავწერ, რაღაც ასეთ მიდგომა არ მაქვს. უბრალოდ რაღაცა ეხლა ისე აჟიტირებული ვარ და აქ ვარ მარტო და მე ვნახოთ რა იქნება. ეს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნი ჯაბას საკმაოდ ოსტატური და ზუსტი გამოუვიდა. ამაზე მოგვიანებითაც ვიტყვი. მანამდე უბრალოდ მინდა მისი წინამორბედები გავიხსენო ერთ სახალისო აბზაცში და შემდეგ თავად რომანზეც გითხრათ 2 სიტყვა. მოგეხსენებათ, ქართულ მწერლობაში ფანტასტიკის ჟანრში სულ რამდენიმე ავტორმა სცადა ბედი და მათი კვალი იმდენად უნიშნელოა, რომ თანამედროვე პოპულარული ლიტერატურით გაჯერებულ ქართულ წიგნის ბაზარზეც კი განსაკუთრებულს ვერაფერს ნახავთ ამ ძველი წიგნებიდან. როდესაც ამ წიგნზე გადაცემის კეთება დავიწყე, Google-შიც დავქექე რაღაცეები და ასეთ აბზაცს გადავაწყდი ერთ-ერთ ფორუმზე. მომხმარებელი სახელად ციკლონი წერდა: ბავშვობაში წავიკითხე რაღაც ქართული. შატილელი ბიჭი ქალაქში სწავლობდა და თბილისის კოსმოდრომიდან იყო მარსზე გაფრენა. პირველი გაფრენა მარსზე. მოკლედ მაგარი ხინკალი ფანტასტიკა იყო. ერეკლე მეორის საგმირო საქმეების გახსენებით და კოსმიურ ერაში ხევსური ბაბუას მიერ კომპარტიის ქებადიდებით და ასე შემდეგ. ხოდა პახოდუ ბოლოში რასაკვირველია იმპერიალისტური ამერიკის ჯაშუშსაც იჭერდნენ, რომელსაც ამ გაფრენის ჩაშლა ჰქონდა დავალებული. დღემდე მახსოვს როგორც ერთ-ერთი იმ 3 ყველაზე ამაზრზენი წიგნიდან, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. კიდე კაი იმ დღეს სხვა წიგნებიც მქონდა ბიბლიოთეკიდან გამოტანილი და მაკვერცხობას ეგრევე სტრუგაცკები დავაყოლე, თორე დამახჩობდა ნამდვილად. როგორც წესი, ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დაწერილი წიგნების ხან ავტორები არ ახსოვთ ხოლმე, ხან სათაურები, ხან სიუჟეტები. ახსოვთ მხოლოდ კომიკური დეტალები და 1-2 პერსონაჟის სახელი. ის რომ მთავარ გმირს მაგალითად ფარნაუზი ქვია, ან ის რომ უცხოპლანეტელები რაჭაში ან მესტიის რაიონის რომელიღაც სოფელში ჩამოდიან. მოკლედ, ამ ჟანრმა ჩვენთან მაინდამაინც ვერ იხარა და სიმართლე გითხრათ, თავიდან არც ის მესიამონა, რომ ჯაბა ზარქუა ეგრევე ფანტასტიკას ეტაკა. ამ გულდაწყვეტამ ძალიან მალე გამიარა, რადგან პირველი გვერდებიდან მივხვდი, რომ საქმე ფანტასტიკასთან კი არა, მახვილგონივლულად გაკეთებულ ანტიუტოპიასთან მქონდა და იგი უფრო ჰაქსლის, ორუელის, ბრედბერის, ბერჯესის, თუნდაც ჩაკ პალანიკის ტრადიციაში უნდა ჩაგვესვა, ვიდრე სტანისლავ ლემის ან არტურ კლარკისაში. რომანის მოქმედება 22 საუკუნის პირველ მეოთხედში ვითარდება. მსოფლიოში მესამე რაიხის უდიდესი იმპერია ბატონობს. თუმცა არსებობს საქართველოსავით პატარა სახელმწიფო ვარმშტადი, სადაც 2075 წელს რევოლუცია მოხდა და თუ შეიძლება ასე ითქვას, მკითხველთა და წიგნების სრული დიქტატურა დამყარდა. და მთელი ქვეყანა მოიფინა რაღაც კარცერ ლუქსებით, რომელიც თურმე მე-20 საუკუნის რომელიღაც მწერალს აღუწერია პირველად თავის ერთ-ერთ მოთხრობაში. პოსტრევოლუციურ ვარშტადელებს ამ იდეისთვის ხორცი შეუსხამთ. კარცერ ლუქსების გარდა ვინმე კლინებით ბლომად დაუქირავებიათ და სულ მალე უცნაური შედეგიც მიუღიათ. ერთ-ერთი მთავარი გმირი ასე ახასიათებს ამ შედეგს. ციტატა: ჩვენ ვოცნებობდით წიგნების დიქტატურაზე და გულუწყვილოდ გვწამდა, რომ ეს ისევ და ისევ საზოგადოებისთვის საკეთილდღეოდ იქნებოდა. თუმცა გავიდა დრო და პოსტრევოლუციურ ვარშტადში ადამიანის სისტემამ შეცვალა არა თავისსავე საკეთილდღეოდ, არამედ სისტემის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ციტატის დასასრული. პატარა სახელმწიფოს ვარშტადის სისტემა საათივითაა აწყობილი და იქ ყველაფერი პროპაგანდაზეა დაფუძნებული. ხუმრობა საქმე ხომ არა, დიდი მეზობელი ნებისმიერ დროს შეიძლება დაგეცხას თავს, პროვოკაციაზე წამოგაგოს, ჯაშუშები გამოგიგზავნოს. ამის გამო წიგნი ძალიან აქტუალურ ქვეტექსტებს თავაზობს მკითხველს, აქტუალურს და ჯანსაღს, მოქნილს, ირონიულს. სხვადასხვა ავტორს თავიდან სურდა მთელი რომანი პროპაგანდის თემაზე აეგო, მაგრამ შემდეგ რატომღაც გადაუფიქრია, მომავლისთვის გადაუდია.
რაც ყველაზე მეტად მაწუხებს ეხა დღეს ეს არის პროპაგანდა რომელიც აი ტვინში მართლა ძალიან უკვე ზეგავლენას ახდენს ყველა ადამიანს და ამას ვატყობ კიდევაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ურთიერთობაში როგორ ამძიმებს ხალხს ეს მოჭარბებული დოზებით და უხარისხოს ვაჭორის პროპაგანდა და მინდოდა მარტო პროპაგანდას დამეწერა მაგრამ და უფრო აი შერაც მეუბნებოდი ამ დალინკვები და უფრო კონკრეტული კაიფი ასე ვთქვათ კონკრეტულ ამ უზნეო ადამიანებზე, მაგრამ ამას მაინც თავი ავარიდე, რატომ არ ვიცი, ალბათ შემოვინახე სამომავლოდ. პირველი რომანის მაინც რაღაცა მეშინოდა, რომ რაღაცა ბევრი კომპლექსი მქონდა მოკეთ მაგასთან დაკავშირებით. ალბათ ჯაბამ სწორი არჩევანი გააკეთა. პირველ ჯერზე ესეც სრულიად საკმარისი იყო ამ თემის დამუშავებაში. თანაც მთავარი ისაა, რომ წიგნი მცირე მოცულობისა გამოვიდა და ერთი ამოსუნთქვით იკითხება. რომაში ზედმეტი არაფერია. მასში ძალიან კონკრეტული და საქმიანი ქვესათაურებია. მკითხველის რიცხვად ზუსტად ცნობს ავტორი. დროითი უკუსლები და წინსწრებები, პორტრეტები და რეტროსპექტიული თხრობებიც ფუნქციურადაა დატვირთული და ნაწილით ძალიან კარგადაა გამართული. შეიძლება ითქვას, ავტორი ზედმეტად გამართულადაც კი წერს, თითქმის სტერილურად. ეს კი ჟანრის სპეციფიკაშიც კარგად ჯდება. მეორე მხრივ კი ავტორს სრულიად იხსნის უცხო და ქართული ელემენტების კომიკური შერწყმისგან, რაც ხშირად ძდებს ხოლმე თან ეგრეთ წოდებულ ქართულ ფანტასტიკას. პირიქით, წიგნი გარკვეულ პასუხისმგებლობასაც აჩენს კითხვებში და კრიტიკული აღმოჩენებისკენაც კი გვიბიძღებს. ასეთ რამეს კი საქართველოში მხატვრულ ტექსტებში კი არა, პუბლიცისტურ ნაწერებშიც კი იშვიათად შეხვდები.